ჩვენთვის კიდევ ერთხელ ძალიან სასიამოვნო არის გავსი პროექტებში მუშაობა, იმიტომ ეს არ არის მხოლოდ პროექტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ყველა ჩვენს ეხება და ინტერნეტის ახალი ტექნოლოგიების განვითარება, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარი. დღევანდელი დღე, როგორც ინტერნეტთან წვდომა, როგორც ადამიანის უფლება, ორგანიზებული არის IDFI-ის მიერ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსთან ერთად და ეძღვნება ინტერნეტის თავისუფლების საკითხებს, რეგულაციებს ინტერნეტში, ისევე როგორც სიძულვილის ენას ინტერნეტში რამდენად უნდა იყოს დასაშვები, რამდენად არა. ეს არის ის საკითხები, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოშიც აქტიურად განიხილება, არის სხვადასხვა რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არ არის ერთგვაროვანი პრაქტიკა და ზუსტად როგორც ახალი საკითხი, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიურად ვართ შეხებაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის განვიხილოთ როგორც ინტერნეტთან კავშირში მყოფი კერძო სამსახურების მიერ, როგორიც არის კომპანიები, როგორც მობილური ინტერნეტ კომპანიები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მარეგულირებელი უწყებები, ექსპერტები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფუძველი მივცეთ არა მარტო დისკუსიას, არამედ სამომავლოდ აქტიურად აი ამ საკითხის გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას. ამავდროულად ჩვენ გვექნება პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ვებგვერდის, ეს არის ინტერნეტ ცენზურის ბარომეტრი, ვებგვერდი, სადაც აისახება ყველა ის შემთხვევა, ეს არის მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო ვებგვერდი არის, რომელიც IDFI-მ განახორციელა და IDFI-მ შექმნა პროექტის ფარგლებში და აქ აისახება ყველა ის შემთხვევა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას იკავშირებს. სიძულვილის ენა არის გამოხატულება, როდესაც ერთი ადამიანის სხვა ადამიანის მიმართ ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ გამოხატავს თავის სიძულვილს საუბრის მეშვეობით. ინტერნეტში პრინციპში გამოხატვის ძალიან მრავალი ფორმაა, იქნება ეს მიმოწერა, რაღაც Facebook-ის პოსტის გაკეთება და ასე შემდეგ. რეგულაციები პრინციპში არ არსებობს, შემიძლია თქვა სამწუხაროდ. უბრალოდ არის რაღაც კეთილინება სამართლებრივი სოციალური ქსელებიდან და სხვადასხვა რაღაც მიკრობლოგებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ იმპლემენტაციაში ვერ ვიტყვით, რომ კარგად ხორციელდება ეს ყველაფერი. ასე რომ პროცესი გვაქვს ჩვენ, რომ ეს რამდენადაც მივახციოთ ამ რეგულაციებს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ იყოს რაღაც კანონმდებლობა დასჭადი იყოს ეს და კონკრეტული რაღაც მექანიზმები იყოს რეგულირებისათვის, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ამას ეთანხმება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ყველაზე მთავარი არის, რომ რაღაც უფრო განათლების კუთხით მივიდგეთ და ვთქვათ, რომ ხალხის ცნობიერების დონე უნდა გაიზარდოს ამ პრობლემის შესახებ და თვითონ ხალხმა უნდა გადაწყვეტოს, რომ ეს პრობლემა არის ცუდი და აღარ გამოიყენოს სიძულვილისები. დავიწყებ ცენზურით, ცენზურა და თვითცენზურა ალბათ უფრო, რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, როგორ უნდა მოიქცეს სოციალურ ქსელში, რა უნდა პოსტოს, რა არ უნდა დაპოსტოს, თუ არის რეპორტერი და ასე შემდეგ. რისი უფლება შეიძლება მისცეს თავ და რისი არ შეიძლება. ზოგ შემთხვევაში ამას არეგულირებს ხოლმე ის ორგანიზაცია, სადაც მუშაობს და ორგანიზაციის ქცევის კოდექსში ეს მითითებულია. ზოგ შემთხვევაში არ არის, მაგრამ არჩევანი არის. ჩემთვის პირადად ეს არის არჩევანი, თუ მე ვარ რეპორტერი, მე ვაკეთებ არჩევანს აზრის გამოთქმასა და გაშუქებას შორის. შესაბამისად ვერიდები აზრის გამოთქმას. გარდამავალი არის ამ შემთხვევაში copyright-იც პრინციპში უკავშირდება ერთმანეთს იმ მხრივ, რომ ინტერნეტი არის სრულიად საქართველოს პრინციპში ძალიან არაკონტროლირებადი სივრცე არის, ალბათ ერთ-ერთი სივრცეა, სადაც აი ყველაფერი შეიძლება დაპოსტო და შესაბამისად შეგვიძლია ველაპარაკოთ, რომ აი რაღაცა ადამიანებში ეს ადამიანის უფლებების ხშირად ირღვევა, hate speech-ი შემთხვევები მეორია, რაღაცა ისეთი გამონათქვამების, რომლებიც ვიღაცებს შეურაცხყოფენ და ასე შემდეგ. და ასევე დარღვევა მიმაჩნია ის, რომ მე პოსტავ ფოტოს და ვიღაცა იპარავს და უბრალოდ იღებს ამ ფოტოს და ავტორის გარშე სადღაც თავის პეიჯზე დებს, ხო? და აი კავშირი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში სრულიად არაკონტროლირებადია ეს, შენ ვერ გამოეკიდები, ვერ მოთხოვ, სასამართლოში ვერ უჩივლებ ამ ადამიანს, იმიტომ რომ რეალურად როგორც მინიმუმ როცა Facebook-ზე დებ რაღაცა კონტენტს შენ ავტომატურად Facebook-ის თერმების მიხედვით უზიარებ საავტორო უფლებას Facebook-ს, ხო? და შესაბამისად ვიღაცები ამ შემთხვევაში ვერ გამოეკიდება. ინტერნეტი ყოველ შემთხვევაში ჩვენთან სრულიად არ რეგულირებული არ არის, იმიტომ რომ არავინ არ აკონტროლებს. არის ხო NSA არის მაგალითად ამერიკაში და რაღაცა ეს როგორ შეიძლება ეს შავბნელი რაღაცა ორგანიზაცია ჭალებში, რომელიც რაღაც აკონტროლებს ინტერნეტში ვიღაცების აქტივობას. ალბათ ჩვენთანაც არის, რომ ვიღაცები რაღაცებს უყურებენ, სპამების წარმოებას, ვიღაცა fake account-ებით და ასე შემდეგ.
და ვიღაცები ალბათ შეიძლება განცდიან კიდე ამის შედეგებს. ხო, ვიღაცა რაღაცა დაპოსტა და ამის გამო მე რაღაცა შედეგები მოვხსნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გლობალურად რო შევხედოთ, ვერ კონტროლდება და მე მგონია რომ არც უნდა იყოს გაკონტროლებული ეს, ანუ ინტერნეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, თუმცა ინტერნეტ მომხმარებლების ასე ვთქვათ კულტურა ალბათ ცოტა უნდა გაიზარდოს და ესე როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება ხო, როგორც ერთმანეთში რაღაცა სოლიდარობის გრძნობა და რაღაცა თანამშრომლობის თუნდაც გრძნობა უნდა ჰქონდეთ, ისევე შეიძლება იყოს ინტერნეტ საზოგადოებაშიც იგივე კოპირაიტით, იგივე თუნდაც ინფორმაციის გადამოწმებით და ნუ იგივე თუნდაც ჟურნალისტური ქცევის ჭალებში წესების.